ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც გითხარით, მუსიკალური ამბებით მარინა ბერიძე შემოგვიერთდა შესანიშნავ სტუმრებთან ერთად. ჩვენი საყვარელი სტუმარი ნინო ჟვანია. ნინო ჟვანია, მე ბუკე, მუსიკოსი, პიანისტი. მესასწრინე. და ოთო ბერძენიშვილი მუსიკოსი, მუსიკოსთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, ძალიან საჭირო პროფესია და ძალიან საჭირო კავშირი არის ასეთ სიტუაციაში. და მოგესალმებით, მარინა. მოგესალმები მაყურებელს და ამბებზე ვარ გადასული რა გავაკეთო მართლა ვამართლებ რუბრიკას იმიტომ რომ მუსიკა მაინც ხშირად აღარ გვაქვს სამაგიეროდ ამბები გვაქვს სულ და ძალიან ბევრი საინტერესო ამბები გვაქვს მე ხშირად ვამბობ რომ განსაკუთრებით რადგანაც მეც კულტურის სფეროს წარმომადგენელი ვარ და მეტნაკლებად ამ სფეროს უფრო ჩართული ვარ ასე ვთქვათ ამ სფეროს საქმიანობაში ძალიან საინტერესო ადამიანები შეიკრიბნენ ერთად და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობენ ძალიან ბევრი გეგმები იგეგმება რომელიც დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ეტაპზე დაიწყება ამ გეგმების განხორციელება და სულ ვიძახი რომ წულუკიანმა ის მოახერხა რომ ეს ხალხი ასე გააერთიანა და რაღაცნაირად ძალიან ბევრი რესურსის მქონე ადამიანმა გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. შესანიშნავი მინისტრობა ქონდა ჩემი. ეხლა უნდა ხმამაღლა თქვა. შედეგიანი. ამაღლა კამერებში თქვა გმადლობთ ხეა იმისთვის რომ ამდენი ახალი ხალხი გავიცანით, ამდენი ახალი წამოწყება გამოჩნდა და ნამდვილად არ ვიცი მე უბედნიერესი ვარ რომ ამდენი მუსიკოსი იღებს მონაწილეობას იმ პროტესტში რომელიც არის და აი ყოველი მათი გამოჩენა ჩემთვის არის არ ვიცი ძალიან დიდი ნუ ხდება უკვე რაღაცა თავის სიტყვა მუსიკამ თქვა მაგრამ მე იმედი მაქვს რომ უფრო იტყვის და უფრო ხმამაღლა დავიწყოთ იმ ასოციაციით რაც შენთან ხდება ნინო ეხლა მე არა ვარ ნამდვილად აქ ახლა მთავარი სპიკერი არ უნდა ვიყო არა ჩვეულებრივი ადამიანების ჯგუფი დგას საზოგადოებრივი თავარია ჯგუფი იყოს იდეის უკან სადღაც 100-მდე ინიციატორი არის რა არის იცით საინტერესო ამ პროტესტს რა მოყვა რომ სამოქალაქო საზოგადოებამ დაიწყო თვითორგანიზება რაღაც სხვადასხვა ინიციატივების ჩამოყალიბება მე მაგალითად დღეს ორ ინიციატივას წარმოვადგენ ეს არის კულტურა დემოკრატიისთვის და დამკვირვებლები და არის უამრავი ასეთი ინიციატივა რაღაც გარკვეული ინტერესების სფეროებით ერთიანდება ადამიანები მისათვის რომ გამოხატონ პროცესი და სწორედ გაჩნდა ესეთი იდეა დაფუძნდეს საზოგადოებრივი ასამბლეა რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან ეს განსხვავებული ინტერეს ჯგუფები რომლებიც დასხდებიან კულტურის შემთხვევაში ეს არის შეიძლება ასე თქვას ინტელექტუალური რესურსის თვითორგანიზების ერთ-ერთი ცდელობა, რომელიც ხვალ დაგვირგვინდება, იმიტომ რომ ხვალ იქნება პირველის ნახევარზე თეატრ სახელოსნო 42-ში ეს ყრილობა ეს წერეთლის გამზირზე არის და რა არის აქ მნიშვნელოვანი აქ გვაქვს მაგალითად ისეთი ჯგუფები როგორც არის კულტურული მემკვიდრეობა კულტურა იქ არიან ახალგაზრდული სფერო არის წარმოდგენილი და შშმ პირები და ასე შემდეგ ანუ სხვადასხვა ინტერესის ირგვლივ დაჯგუფებული ადამიანები რომლებმაც აირჩიეს თავიანთი დელეგატები ძალიან დემოკრატიულად მოხდა ამ დელეგატების არჩევა ჩატარდა გამოკითხვები, კენჭისყრა და რატომ იყო ეს მნიშვნელობა? ჩვენ მაგალითად კულტურის სფეროს წარმოვადგენ 9 ადამიანი და მე კულტურის სფეროში ვარ, აი მუსიკის წარმომადგენელი და რატომ არის მნიშვნელოვანი, იცით ეს ფაქტი, რომ როდესაც ვაგროვებდით ხელმოწერებს ძალიან ბევრმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი ჩვენ 400-ზე მეტი ხელმოწერა აი მარტო კულტურამ მივიღეთ და ამას ახლა მე კულტურას გამოვყოფ იმიტომ რომ ამ სფეროს წარმოვადგენთ რომ იქ მათემატიკოსები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები აი სხვადასხვა სფეროთა მეცნიერები და ასე შემდეგ წარმოდგენილი და ამას ვიმეორებ იმიტომ კი არა რომ რაღაცა ასე უაზროდ ვიამაყოთ აი არაჩვეულებრივმა ადამიანებმა მოაწერეს ხელი მაგალითად მუსიკოსების მხრიდან და ეს მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ რომ ჩვენ მხარეს საშა გორსანია პატა ბურჭულაძე გიორგი გიგაშვილი, ნინო გვეტაძე, ნატალია გაბუნი, ანუ ვინმე არ გამომრჩეს, მაგრამ რატო ვამბობ ამას, იცით? აი ადამიანები, რომლებსაც ყველა მუსიკოსი უდიდეს პატივს სცემს, დგანან ჩვენს გვერდით და ამ იდეას უჭერენ მხარს. ჩვენ ამ ადამიანებს ისევე როგორც ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ დღეს ქვეყანა იმყოფება კრიზისში, სერიოზულ კრიზისში და ჩვენ გვინდა რაღაცა გარკვეული წვლილი შევიტანოთ ამ კრიზისის დაძლევაში, რა თვალსაზრისით, რომ იკრიბება ეს ასამბლეა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი
წარადგენს სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებს და მოხდება კოორდინირება უფრო აი ამ საქმიანობის, რასაც ისედაც ყველანი ვაკეთებთ, ხო, ახლა კულტურა დემოკრატიისთვის, თავისთვის იბრძვის, იქ დამკვირვებლები თავისთვის ვიბრძვით და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ როდესაც ეს ადამიანები ერთად შეიკრიბებიან და დაიწყებენ აი ამ საჭირბოროტო და მე ვიტყოდი ეგზისტენციალური საკითხების განხილვას, იქ რა თქმა უნდა უფრო მაღალი ხარისხის იდეები წამოვა, იმიტომ რომ ვიცით რომ ჭეშმარიტება იბადება დისკუსიაში და კამათში და სხვათაშორის გათვალისწინებულია პოლიტიკური სპექტრის რაღაცნაირ თვალსაზრისით ჩართვაც იყო საუბარი ამაზე გუშინ მაგალითად ეთერში ვისაუბრეთ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ეს არ არის პოლიტიკური პლატფორმა, ეს არის საზოგადოებრივი პლატფორმა, მაგრამ კოორდინირებული მუშაობა იგივე პოლიტიკოსებთანაც აუცილებელია იმისათვის რომ მივახციოთ ყველა ჩვენთან, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რასაკეთებენ ახლა პოლიტიკოსები ძირთადად ასრულებენ საზოგადოების მოთხოვნას, ხო? საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნას და ჩვენ ვიცით რომ არჩევნებმა გაყალბებულმა, მაგრამ აი ფაქტებით ვნახეთ რომ გაყალბდა არჩევნებმა, გვაჩვენა რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე ცვლილებების მომხრეა, წინააღმდეგია იმის რაც დღეს ხდება და აი ასამბლეა გაახმოვანებს, ეხლა ძალიან მარტივიანი ვსაუბრობ, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნებს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გვექნება კიდევ ერთი ეფექტური ზემოქმედების ბერკეტი. ეს არის ზემოქმედების ბერკეტია გარკვეული თვალსაზრისით, როდესაც შენ იცი რომ აი სხვადასხვა სფეროს ადამიანები დასხდნენ, ისაუბრეს, გაცვალეს მოსაზრებები, მივიდე რაღაც დასკვნამდე. ასამბლეაში ამ წუთში. ამ წუთში თვითონ საინიციატივო ჯგუფში 100 ადამიანია და იცით როგორ არის, ხა დელეგატებზე მე ამ წუთში არ მაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ როგორ იყო, იცით აი 100 ხელმოწერა იძლევა 3 წარმომადგენლის ყოლის უფლებას და 3 წარმომადგენელს აქვს ერთი ხმა. კულტურას დემოკრატიისთვის მაგალითად ეხლა კულტურას ყავს 9 წარმომადგენელი, თუმცა ჩვენ მაგალითად 300-ზე მეტია, 400-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვეთ და ეს ნიშნავს, რომ კიდე 3 ადამიანი დელეგატის სახით შეიძლება წარვადგინოთ. რაც თავარია ეს პროცესი გახსნილია, არ მთავრდება, იმიტომ რომ მოუწოდებენ ასამბლეის ინიციატორები ასევე სხვა ინტერეს ჯგუფებს მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა და წარადგინონ თავიანთი დელეგატები. რამდენი ინტერეს ჯგუფია? არა, ამ წუთში, აი ძალიან ამ წუთში ხვალ მეცოდინება ზუსტად. აი საინტერესოა ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. შეიძლება მოვიდე. პირიქით მოვუწოდებ. თქვენ საერთოდ ხელმომწერით ხართ? მე ხელმომწერეთ ხელი მე. არა, ანუ ჩვენ მოგვიწერეთ კულტურას და ამიტომ გელოდებით პირიქით. ამის თქმასაც ვაპირებდი და მოუწოდებთ ყველას, ვინც დაინტერესებულია თუ რას წარმოადგენს ეს ასამბლეა. ანუ პრეზენტაცია იქნება ხვალ. პრეზენტაცია იქნება და პირველი ნახევრიდან 3-მდე დაკავებული. პირობას გაძლევ რომ კარგად მოვიქცევ. ეჭი არ მეპარება და ერთი იდეა მინდა კიდე გავაჟღერო რომ იქიდან გამომდინარე ეს არის საზოგადოებრივი ასამბლეა, ახლა ორგანიზებას მაინც ჭირდება რაღაც გარკვეული თანხები და დღეს ახლა მაგალითად crowdfunding-ით ვართ დაკავებულები, ჭირდება რაღაც თანხა და ამიტომ ვთხოვთ, მოუწოდებთ საზოგადოებას, დაიდება ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებში საბანკო ანგარიშები და დაეხმარონ საზოგადოებრივ ასამბლეას, რომელიც არის 1917 წელს ჩატარებული ესეთი ეროვნული ყრილობის რაღაც ტრანსფორმირებული იდეა. და ჩვენ დაახლოებით ისეთივე სიტუაციაში ვიმყოფებით, როგორც 1917 წელს ხომ ისტორიკოსი. მე მგონი 36 წელი. 36 წლის სუნიმცემს. 37-ის 37-ის 24-ის და ხოში იქნება 27. კი, აუცილებლად. ვითხოვთ საზოგადოების მხარდაჭერას არა მარტო ხელმოწერების თვალსაზრისით, არამედ თქვა იდეების გენერირების თვალსაზრისით, იმიტომ რომ თავარი იდეა არის ძალიან გვინდა რეგიონების ჩართვა სერიოზულად, იმიტომ რომ ესეთი რეგიონები წარმოდგენილნი იქნებიან, მუნიციპალური გაერთიანებებიც იქნება წარმოდგენილი ამ ასამბლეაში და აი ხვალ ნახავთ უკვე ჯერჯერობით რა შემადგენლობაა, თუმცა ეს პროცესი კიდევ არის გახსნილი, რამდენიმე ხნის განმავლობაში იქნება გახსნილი და სხვადასხვა ინტერეს ჯგუფი მოდით ასე წარადგენს თავიანთ დელეგატებს და მე მიიღებს მონაწილეობას აი ამ კოორდინირებულ განხილვაში ჩვენი კრიზისული მდგომარეობის. აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები, ერთადერთი ჩემი სურვილია და მე მგონი მოვიდა ეს დრო, რომ აუცილებლად ხიდი უნდა გააბადოს. აი ზუსტად არა ეს ხიდი ის არის ეხლა აი იმიტომ რომ მე არ ვიცი ვიღაცა კარგად იქცევა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. დღეს ერთი რამეა მთავარი, რომ ჩვენი სამშობლო უნდა გადავარჩინოთ. ამიტომ ბევრ რაღაცას
შეიძლება თვალის დახუჭვა, მაგრამ ხიდი უნდა იყოს გადაგებული. ხიდების გავლა აი ამ ინტერეს ჯგუფებს შორის და მაშინ მოვიკეთეთ ასე მგონია. ეს არის ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება, ეს არ გარდაიქმნება, ამას ხას უსვავს ყველა პოლიტიკურ პლატფორმად, ეს იქნება საზოგადოებრივი. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს უკვე პოლიტიკოსებთან ერთად. ოთოს მინდა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა პროფესიულ კავშირთან დაკავშირებით დღევანდელ სიტუაციაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია პროფესიული კავშირი და მე მაქვს იმით ბედნიერება რომ მეც ვარ ერთ-ერთი პროფესიული კავშირის გილდიის ასე ვთქვათ წევრი და ჩვენ ვიცით რომ ხელოვნურად უქმნიან პროფესიულ კავშირებს დარეგისტრირებაში ხელს უშლიან ასე ვთქვათ იმიტომ რომ ჩვენ ყავდა საჯარო სექტორის წარმომადგენელი აქ გიგა სოფრომაძე რომელიც ცდილობდა დაერეგისტრირებინა საჯარო მოხელეების პროფკავშირები და არაერთხელ დაუხარბეზა და მან ყველაზე კარგად იცის თუ როგორ ხდება ამის დახარჯვა თვითონ მუშაობდა უმნიშვნელოვანესია რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიული კავშირები იყოს ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე რომ გაფიცვა თუნდაც გაფიცვა რომელიც ერთ-ერთი ეფექტური ასე ვთქვათ პროტესტის ფორმა არის და ეს გაფიცვის კულტურა განვითარდეს აუცილებლად უნდა არსებობდეს პროფკავშირი რომელიც ამ ყველაფერს უმაგრებს ზურს რომ ვამბობთ რომ რატომ არ ხდება ქალაქის ვთქვათ ასე ვთქვათ გაჩერება როდესაც მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც ხდება ვთქვათ პარიზში და სხვა ევროპულ ქვეყნებში აქ არის პასუხი ის რომ მათ უკან აი როდესაც ვთქვათ ტრანსპორტი იფიცება დგას ძლიერი პროფკავშირი რომელიც იცავს მათ და ამიტომაც არ აწყობს რა თქმა უნდა ამ ხელისუფლებას და იცი რა ამდენი წლის განმავლობაში ეგეც გააუფასურეს და ეხლა ძალიან მიხარია ოთოს გამოჩენა იმიტომ რომ გაგნდობა და უკვე აი ბევრი რამეც გააკეთე და ბევრი რამე გინდა აი გვინდა რომ მოგვიყვე ეხლა რა ეტაპზე ხარ ჯერის ერთი კორცულებიც მნიშვნელოვანია აქ რომ შენთან ერთად აკეთებს კონცერტს რუსთაველსა აი რა გეგმებით ხარ და რა არის მთავარი შენთვის მადლობა ნუ იმით დავიწყე პირველ რიგში რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში აჯარიმებენ მუსიკოსებს გზის გადაკეტვასა და პოლიციის შეურაცხყოფისთვის მათ არის სურვils ვინაობის გამხელა მაგრამ მინდა რომ სოლიდარობა აღვქვამათ პროფკავშირის სახელით როგორც ნუ ეგ ყოველდღიური რუტინა არის ასე ვთქვათ და ნუ რას ვიზავთ შეგვიძლია რომ ერთად დავდგეთ და ვიყოთ სოლიდარული ერთმანეთთან იმისთვის რომ ზუსტად ეგ არ იყოს და განთავისუფლებული იყვნენ უკანონო დაპატიმრებული და არ ვიცი მზიას კონდეს ყველაფერი კარგი თემურ ქათამაძესაც მაგ ბედრუშეს რომელიც ასევე ამისთვის კეთდება ყველაფერი ყურადღების მიგონიება დიახ ესე იგი პროფკავშირს რაც შეეხება გეტყვით შემდეგს რომ ანუ იმდენი პრობლემა არის ჩვენ სფეროში აქედან იქიდან კლასიკური რავი ბარის მუსიკა ყველგან ეს ავტორო უფლებების ამბავიც აბსოლუტურად გავუვარია საერთოდ ლაპარაკი არ დამაწყებინოთ არა ძალიან რთული სიტუაცია არის ამ ფაქტურად შეჩერებულია პროცესი და ძალიან ბევრი მუსიკოსი არ გადადის იმ რაღაც ალტერნატიულ მაგაზე ის არის აი ხა ვიყავი დეკემბერში ლუბლიანაში სადაც მსოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის ევროპული ჯგუფის შეხვედრა იყო პირველად მონაწილეობით საქართველოს როგორც წევრი ამ ფედერაციის და ნუ მაგაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ძალიან ხომაგობს ყველა ევროპული ქვეყანა ყველა ახალი ამბები იქაც თბილისით იწყება ან იწყებოდა ნუ სანამ სერბეთი შეიძლება გამოჩნდებოდა მაგრამ ნუ ძალიან ხომაგობენ ძალიან ჩვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატება და ჩვენი თავარი გეზიდან არ გადახვევა რა იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ნათელი მომავლის შანსი საქართველოსთვის რა რეალურად იმიტომ რომ ეს ხალხს გონია რომ ევროპა არის რომელიმე რაღაც სოციალური ჯგუფის წინსვლა რაღაცა და ვერ ხვდებიან რომ ეს არის უბრალოდ თანაცხოვრების იდეალური რაღაც წესი ხო წესი ანუ ერთად ყოფილი ფორმულა აი ერთად ერთმანეთის ატანის და სიყვარულისაც კი ფორმულა როდესაც ის კი არის რომ მაგალითად ჩვენ მუსიკოსები ვიქნებით აქ და თქვენ აქ იქნებით არა ყველას გვექნება ჩვენი არგი და ჩვენი სივრცე აი მაგას ვერ ხვდება ბევრი და გონიათ რომ რაღაც ის არის რა იგივე რუსული პროპაგანდაა ესეც ხო
პროფკავშირი ამ წუთას პროფკავშირულ საქმიანობას რეალურად ვერ ვაწარმოებთ იმ გაგებით, რომ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ პოლისმეიკერები, ჩვენ გვინდა რომ შეიქმნას მუსიკალური კანონმდებლობა ქვეყანაში, ჩვენ გვინდა რომ მუსიკოსები ლეგალურად მუშაობდნენ და უკრავდნენ, სადაც უკრავდნენ და არ იყოს ეს ხელზე აღება და ვერ ყიდულობდნენ, ვერ გამოქონდეთ კრედიტით ინსტრუმენტები და იყვნენ აი იმ დონეზე ვერ ვითარდებოდნენ მაგის გამო, ხომ, ელემენტარულად. მაგრამ მაგის საშუალება არ გვაქვს. ამ წუთას პროფკავშირი, რასაც ვაკეთებთ, არის უჩივით შრომის სამინისტროში კონსერვატორიას, ეს არის კოლექტიური დავა. მოთხოვნით რომ 100%-ით გაიზარდოს თანამშრომლების ხელფასი, ყველა თანამშრომლის, არა აქვს მნიშვნელობა წევრია თუ არა, გაფორმდეს ჯგუფური ხელშეკრულება პროფკავშირთან. არ იყოს ჩარევა პედაგოგიური და სტუდენტების საქმიანობაში და იყოს სიტყვის თავისუფლება და გამოსწორდეს უვარგისი ინვენტარი და რაც არ არის, იყოს შეძენილი. ანუ აი მე ხა დავაახსენეთ და საინტერესო არის შედეგი რა იქნება ამ დავის, იმიტომ რომ ხა რაც ჩამოთვალეთ ის შეთავაზებები აბსოლუტურად იმის საწინააღმდეგო ვერსიებს გვთავაზობენ ამ კანონების სახით, ხო? ამიტომ შედეგი რამდენად რეალური იქნება, როდესაც სამართლებრივ ჭრილში ვსაუბრობთ, მაგრამ გავსულები ვართ ამ სამართლიდანაც და კონსტიტუციიდანაც. ვსაუბრობთ ამ ჭრილში, მაგრამ რეალურად ხო, არა, ნუ კონსტიტუციაზე, სამართალზე, კანონებზე ამ წუთას საუბარი ამ მოცემულობაში მე მგონი უბრალოდ აბსურდი არის, იგივე აბსურდი რაც პარლამენტში ხდება, ცირკი. ამაზე სერიოზულად მე მგონი სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იმ კუთხით, რომ გავასრულოთ ყველაფერი და გავბრუნდეთ იმ ჯარჩოებში. გავაკეთოთ ეს რაღაც ცუდი სიზმარივით დავივიწყოთ. მაგრამ მზად ვიყოთ რომ გაქრება, რას ვაკეთებთ. ზუსტად. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა გვაქვს დასაცავი ჩვენი ქვეყანა, დასაცავი ჩვენი ადამიანები და ყველაფერი ამისთვის უნდა კეთდებოდეს. ანსამბლეაც, პროფკავშირებიც, ყველაფერი ამისკენ უნდა იყოს მიმართული და ეს უნდა იყოს რასაკვირველია მაღალ პროფესიულ დონეზე. პირველ რიგში, იმიტომ რომ ხარისხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხარისხის აკრეფა მე ძალიან რთულია. ამიტომ ეხლა უნდა ვეცადოთ რომ ხარისხი არ დავარდეს. ოთო, საინტერესო არის აი საერთაშორისო ანუ უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ ხოლმე საუბრები და კონსულტაციები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა სისტემები აქვს და ძალიან საინტერესო არის მათი ასე ვთქვათ მუშაობის სისტემა და აი რომელი შეიძლება იყოს ყველაზე ახლოს ჩვენთან, აი მუსიკაც რაც ეხება მუსიკასთან დაკავშირებით. ნუ მაგალითისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კონტაქტი, ჩვენ როდესაც დაფუძნდა ეს პროფკავშირი 1 წლის ვართ, ჯერ დეკემბერში გვაქვს 1 წლისები. თავარი მიზანი რაც ჰქონდა იდეაში იყო სოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის წევრობა. ეს არის სოფლიოში ყველაზე დიდი გაერთიანება მსგავსი კავშირების, რომლის წევრი არის 60-ზე მეტი ქვეყანა, რაღაც რუსეთის გარდა ალბათ ყველა ქვეყანა, რა სახელით შეიძლება გაგახსენდეს ადამიანს აფრიკაშიც, ინდოეთშიც რაც არიან. რატო იყო ეს ჩვენი თვითმიზანი, რომ საქართველოში არ გვაქვს არც კარგი, არც ცუდი გამოცდილება მუსიკოსთა პროფკავშირის. არა. კი არის ეს კულტურის პროფკავშირი, რაღაც საბჭოური გადმონაშთი და ეს პროფკავშირები რაც არ ითვლება უბრალოდ არაფერში, უბრალოდ რაღაც ბანაკებს ყიდიან და ამიტომ ჩვენ გვჭირდებოდა გამოცდილი პროევროპული აზროვნების ადამიანები, ვინც ამას უბრალოდ გვასწავლიან. და რა თქმა უნდა, ჩვენ დეკემბერში დავფუძნდით 23 წლის და ივლისში უკვე ვიყავით სოფლიო მუსიკოსთა ფედერაციის წევრები, რომლებიც გვიწევენ აქტიურ კონსულტაციას ყველაფერში. ყველაფერში ქომაგობენ წინააღმდეგობაში, ქომაგობენ მაგაში კონსულტაციას ვერ გვიწევენ, იმიტომ რომ ეს არის ჩარევა და ამასულება არ აქვს იდეაში. დიახ, თუმცა წინააღმდეგობას ჩვენს რაღაცნაირად ვართმევთ თავს მე მგონი. ხო და რა ვიცი რა, ეგ არის ჩვენთვის თავარი, რომ ანუ მუსიკოსის ყოფა იყოს უფრო ნაკლებად გაუსაძლისი რა. ხო, ეხლა გასაგებია რომ ერთი ხელის მოსწრების ყველაფერი არ გასწორდება და არ შენდება და ნუ გავა მაგას დრო დაჭირდება გარკვეული, მაგრამ ხო, მაგრამ ნაბიჯ აუცილებლად უნდა წინ წავიდეთ. მით უმეტეს ეხლა დღევანდელ დღეს მოდი ვთქვათ, ძალიან ცუდ დღეში არიან მუსიკოსები. ძალიან. ის დაგუწერელი ყველა სფეროს წარმომადგენელი. ყველა სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ ვიღაცას აქვს სამსახურიდან მოდის მერე მიტინგზე და იქ არის ვიღაცას არაფერი არ აქვს. ერთადერთი მისი შემოსავალი არის, რაც ეხა ცუდად ჟღერს, გართობა? გეუბნებიან.
ხო? ეგეც ძალიან ცუდი. რაღაცნაირად ეს ადამიანები უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ განდინება წავა საშინელი. თუ სადმე წავა ძალიან დიდი განდინება, ეს იქნება მუსიკოსებთან. მე გეტყვით აი ძალიან სამწუხარო ფაქტებს, მაგალითად, მესამე ვარიანტს, ანუ არიან ადამიანები, ვინც მოდიან სამსახურიდან, თუმცა მაინც არ აქვს ფული. ესეთები არიან მუსიკის მასწავლებლები, მუსიკალურ სასწავლებლებში. ყველაზე დიდი დამსახურების მქონე მუსიკის მასწავლებელს, მინდა აღვნიშნო, რომ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არ არიან მუსიკის მასწავლებლები, არის კულტურის სამინისტროსი. არ აქვთ ის პრეროგატივები და იმ განვითარების საშუალებები, რაც აქვს ჩვეულებრივ მასწავლებლებს, ჩვეულებრივ რა, ანუ საჯარო სკოლის მასწავლებლებს და მუსიკალურ სასწავლებელში რადგან ასწავლის. მასწავლებლის ცენზიც არ აქვს. არ აქვს, მაგას ვამბობ. და თვეში აქვთ თითო ბავშვში 20 ლარი. 20 ლარი. ყავთ 4-5 მოსწავლე და რა მოიტანა, იცით ამან, რომ ახალგაზრდა მუსიკის მასწავლებლად ითვლება 55 წელს ზემოთ მუსიკის მასწავლებელი, იმიტომ რომ ახალგაზრდები უბრალოდ აღარ ხდებიან. არიან ფანტასტიკური მუსიკოსები, ჩვენ აუცილებლად პროფკავშირი აუცილებლად გავაკეთებთ მუსიკალურ სასწავლებელს, რომელთაც ვეცდებით რომ მაგალითი მივცეთ რა ამ სფეროს და ნუ ძალიან ისეთი მაგალი ხარისხიანი და ნორმალურად ანაზღაურებადი მასწავლებლებისთვის იქნება ეს. და ვაჩვენებთ, რომ ესეთი მოდელი შეიძლება რომ არსებობდეს აუცილებლად, თუმცა ნუ ახლა ჯერ მაგის თეორიული შანსი ფენომენალური სკოლა გვაქვს ნიჭი ერთადწლედი და ფენომენალური ნამდვილად კი საერთოდ დღემდე ვერ ვიგებ რანაირად გაუშვებენ ასეთ პროდუქტს, ასეთ ხარისხის პროდუქტს, როგორ ზდიან გენიოსებს მასწავლებლებს, რომელსაც 200 და 300 ლარია. 200 და 300 არის კარგი შემთხვევა. კარგი ვარიანტია, რომელიც ის კვირაში ორჯერ კი არ ამეცადინებს, ყოველდღე ამეცადინებს. სამსახური რა. ის არის ადამიანები, რომლებიც არიან ამითი შეპყრობილები, რომ დაზარდონ თაობა. და ჩვენ რა შვებით? არც ერთ დროს არ მოხდა ლიცენზიების გაცემა. არც ერთ დროს, არც ერთი მთავრობის დროს. ყველა მთავრობის დროს კიოდით და ვწიოდით, თუ არ შეიძლება. აი ზუსტად ეგაა, რომ არც ერთი მთავრობა, ანუ როგორ არის ისეთი, როგორი კარგი კულტურის მინისტრიც არ უნდა ყვავდეს, აი ეს შიდა პრობლემები ვერ ეცოდინება მაგისთვის არის, რომ პროფკავშირები საჭირო, ეს ხმა მივაწვდინოთ და არ დავუტო ორ გზა რა. რომ ამ პრობლემების გამოსწორების სურვილი ქონდეს. აი ნება არის არსებობს და მე ისევ წინაღრებულა იქნება. მეტი დამოუკიდებლობა ქონდეს, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ კი შეიძლება იყოს, თქვა, კულტურის სხვადასხვა სფერო, მაგრამ თლიანად ხა თეატრის ასე ვთქვათ ბედს უნდა წყვეტდეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თეატრის დირექტორი შეთანხმებით მსახიობებთან თეატრებს უნდა ხელმძღვანელი ისევე როგორც რეგიონში დეცენტრალიზაციას რომ თავის ხელმძღვანელი ზუსტად ძალიან დიდი მადლობა რა ვიცი მე მგონი აი ძალიან გამიხარდა რომ მოხვედით და აი ნაბიჯ ჩვენც მივყვეთ თქვენ მუშაობას თქვენი ანსამბლის მუშაობას რომ ვიყოთ საქმის კურსში რა ხდება, იმიტომ რომ ძალიან კარგი წამოწყება, მაგრამ ისევ და ისევ ორივეს გეუბნებით. ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა პოლიტიკოსებთან ხედის გაბმა. მაგიტომ მართლა პროფკავშირი უკაცრავად და არა გაერთიანება მუსიკოსების პროფკავშირი. მე მაინც მივიწერე ჩატში მეთქი რაღაც არ მომეწონა რომ არ ვიცოდი ზუსტი პასუხი ამ ეტაპზე 10 ჯგუფია წარმოდგენილი ასამბლეაში, მაგრამ ინტერეს ჯგუფი, მაგრამ ეს პროცესი გახსნილია და ველოდებით კიდევ ახალ ინიციატივებს, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი ინტერეს ჯგუფი უნდა იყოს წარმოდგენილი ასამბლეაში იმისათვის რომ ამ ამოცანამ მოგოთა უნდა იყვნენ ერთად ინტელექტუალური ადამიანები, გონიერი ადამიანები სხვადასხვა პროფესიის და უნდა იყვნენ აუცილებლად უნდა მოხდეს პოლიტიკოსებთან ერთად და ყველაზე მთავარი სულ ვიძახი ამას სანდრო და მეთანხმება ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა სფეროს წარმომადგენლებმა განსაკუთრებით ვფიქრობ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონებს იმიტომ რომ რეგიონებს ჭირდება გვერდში დგომა ჭირდება ინფორმაციის მიღება და ჭირდება გამოფხიზლება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი არის დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს და უნდა გავიჭრათ მთელს თეატრი აკეთებს რა წავიდნენ აი ხა ქუთაისი ოზურგეთია ძალიან მომწონს ეს იდეა და აი საერთოდ თეატრს სხვანაირ პატივს ვცემა ბოლო ისედაც მიყვარდა ეს რა სისულელეა მაგრამ აი როგორც ახლა ყველამ თავის წვლილი უნდა შეიტანოს მაგრამ რასაც ახლა მაგათად ახალი თეატრი აკეთებს ეს არის საოცრება და ძალიან ბედნიერი ვარ აი თუნდაც იმიტომ აი მიუხედავად იმისა რომ ასეთი რთული სიტუაცია საქართველოში აი ამდენი არაჩვეულებრივი ადამიანი, ამდენი არაჩვეულებრივი
გაერთიანება წამოვიდა წინ და ფართო სპექტრმა საზოგადოების ამას ჭირდება ეხლა ახალი თლიანი გაერთიანება. ამას ჭირდება თლიანი და დრო ჭირდება. ეს არის იდეაში, სხვა ძალიან მიხარია. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დაგემშვიდობებით. ჩვენს მაყურებელსაც დავემშვიდობებით. მშვიდობიან და ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ. ორ შაბათამდე და დიდი სურვილი მაქვს, რომ ორ შაბათის ეთერი დავიწყოთ იმით, რომ აღარ შიმშილობდეს არავის, აღარ შიოდეს არავის და ციხეში არ იყოს არც ერთი პოლიტპატიმარი. ეს არის ჩემი თავარი, ასე ვთქვათ, ნატრა. დაგემშვიდობებით ორ შაბათამდე. ორ შაბათამდე.